მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ ესეთი გაშლა გავაკეთოთ, რა ახალი ეტაპი იწყება შენს ცხოვრებაში. ეს ჩვენ უკვე ავიღოთ, ვინც ახლა უყურებთ, აი ახალი წელი რომ მოვა, უკვე იქ ჩვენ ახლა დამთავრდა ეს ძველი წელი და გადავდეთ ახალ წელს, ხო? და იქ ვნახოთ რა ახალი ეტაპი იქნება. მე იმ პატარა არხზე, სადაც ჩვენ, პატარა არხზე რა, პატარა ვიდეოები სადაც გვაქვს, იმ არხზე ჩავწერე ფულზე და იქ ამოვიდა კიდევაც ურთიერთობაც რაღაც მომენტები და ამიტომ ვიფიქრო რომ აქ ჩავაქსოვებ ფინანსებს და სიყვარულს, ხო? კითხვები როგორც ყოველთვის მომზადებული მაქვს. ვნახოთ უცბად ახლა პრინციპში თქვენი სიგნიფიკაცია. კარგით იყოს ამაზე ეს სიგნიფიკაცია, რატომღაც სხვა რამისთვის მინდოდა, მაგრამ დავუჯეროთ ტაროს, რასაც მეუბნება, იმას გავაკეთებთ, ხო? აჰა. თქვენ ახლა პრინციპში ხარ ძალიან მაგარ ენერგიებში. აი მე მგონი აქაც მომიწევს ბოდიშის მოხდა, იმიტომ რომ აქ სულ მოდის ახლა ესეთი ენერგია, მოდით ასე დავარქვათ. ეს ენერგია, ეს გაშლა იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ნამდვილად ახლა მაქსიმალურს აკეთებს იმისათვის, რომ ახლა მისი ცხოვრება შეიცვალოს, მაგრამ არა მხოლოდ თვითონ რაღაცას აკეთებს, ხო? აქ არის, აქ უკვე მაღალი ძალებიც, მე-20 არკანი, მაღალი ძალებიც, თქვენ უკვე გეხმარებათ, მაღალმა ძალებმა უკვე შეისმინეს თქვენი, სურვილი და ნამდვილად უკვე თქვენთან მოფრინავს ეს ახალი ცვლილება, იმიტომ რომ თქვენ ხართ ძალიან კარგ ენერგიებში თვითონ რა. მე ვარ მზად მივიღო, მე ვენდობი საერთოდ, ვენდობი ნამდვილად რა ქვია, სამყაროს, ჩემს მფარველი ანგელოზებს, ჩემს საგვარეულს მე ვენდობი და ამიტომ აქ არის ესეთი ენერგია, სადაც ადამიანი ნამდვილად უკვე რადგან შენ მზად ხარ, აქ უკვე მაღალი ძალებიც და ნამდვილად ყველანაირად მზად არიან, რომ შენ დაგეხმარონ, იმიტომ რომ შენ ენდობი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იცოდეთ თქვენ. ვნახოთ ახლა ჩვენ რა ახალ ეტაპზე შედიხართ თქვენ, რა იწყება, რა ახალი რა იწყება, ვნახოთ ახლა და როგორ ახლა ეს აისახება თქვენს უკვე სიყვარულზე, ფინანსებზე და ასე შემდეგ. რამდენიმე ცოტა კითხვები მაქვს, რომ არ მინდა ახლა ძალიან გრძელი გაშლები თქვენ დაგვირთოთ. ვნახოთ ახლა ჩვენ, რა ახალი იწყება შენს ცხოვრებაში ახლა, რა ახალი შემოდის. როგორ აისახება ეს შენს სიყვარულზე, როგორ აისახება ეს ფინანსებზე, ფულზე. შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ესე იგი რა უნდა გააკეთო შენ ახლა საერთოდ. შენი ქმედებაც ხო აუცილებელია, ჩვენ მარტო დივანზე ხო არ ვიწვევით, რომ არიკა და ფული მოდის და ბედნიერება მოდის, სიყვარული მოდის, ჩვენ რაღაცა უნდა გავაკეთოთ, ხო? აი ვნახოთ რას გვთავაზობენ ჩვენ, რა უნდა, რა არის ეს მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთოთ. ვნახოთ რა გიშლის ხელს, იმიტომ რომ არის რაღაცა ბლოკები, შეიძლება რაღაცა მოვლენები, რომელიც შეიძლება გიშლიდეს ხელს. ვნახოთ ახლა ჩვენ რა შეიძლება გიშლიდეს ხელს და ნახოთ შედეგი, რომელსაც უკვე მიიღებ, შენ იმ უახლოს შენ ახალ უახლოს მომავალს, რა ჩვენ ახლა ძალიან შორს არ წავალთ რა. აი უახლოს დროს რა უკვე მოვა. ნახეთ, თვით სამყარო გველაპარაკება, თქვენ უკვე ხართ ენერგიებში, პრინციპში ახლა საახალწლო ენერგიები არის, ყველა რა თქმა უნდა წერს სურვილებს, შეიძლება 21-შიც დაწერეთ, იმიტომ რომ 21 დეკემბერი არის უძლიერესი პერიოდი, ვინც არ დაწერეთ, ალბათ გააკეთებთ ძველებურად დაწერთ, შეიძლება საახალწლოდ რამეს, ხო? მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ კი აქვს, მაგრამ დაუშვათ ახლა მაინც ვინც როგორ ხართ მიჩვეული, გააკეთეთ საჯარო გაშლა გვაქვს ჩვენ. ყოველ შემთხვევაში სამყარო მზად არის, რომ თქვენ დაგეხმაროთ, არა მხოლოდ თქვენი საგვარეულო მაღალი ძალები, სამყაროც არის მზად იმისათვის, რომ შენ დაგეხმაროს და ის რაც შენ გაქვს ჩაფიქრებული, უკვე შენ რო გაქვს გაშვებული, დაჭირდება აქ
ქმედება უმოქმედოდ ნამდვილად ისე არაფერი არ მოხდება, მარტო ოცნება შენ არ მოგიტანს აქ ბედნიერებას და ყველაფერს, მარტო რომ იოცნებო, აქ რაღაცა კიდევაც უნდა გააკეთო. კარგით, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ უკვე კითხვები, რა პასუხებს აქ მივიღებთ ჩვენ. პირველი, რა ახალი იწყება უკვე შენს ცხოვრებაში, ანუ გადავედით ჩვენ უკვე ახალ წელს, ხო? და ნახოთ რა იწყება, ვინც მერე ნახავს, კი უკვე მიხვდება რა. რა ახალი და ნახეთ რა მაგარი არკანი გამოვიდა კოშკი, ვაიმე გიждები ამ არკანზე, გიждები, იმიტომ რომ ეს არის აი უკარგესი არკანი, რომელიც გვეუბნება, რომ რაც ძველი, რაც უკვე შენ არ გემსახურება, რაც შენ უკვე გაუშვე და ჩვენ შენი ცხოვრებიდან ჩვენ რო ტექნიკა გავაკეთეთ, ხო გახსოვთ ჩემო ლამაზებო, ვინც ახლა ხართ ჩემთან ტრენინგზე, აი ეს არის ზუსტად, რომ ესე იგი ძველი ყველაფერი უკვე წავა და ახალი რა არის, ახალი, აი ნახეთ, ეს წავიდა და საფუძველი დარჩა, თქვენ წამოიღეთ უკვე თქვენი გამოცდილება, რაც თქვენ გჭირდებათ, ხო? ეხლა ჩვენ რო ვცხოვრობთ, ხო, რაღაცას ვქმნით, ესე იგი ჩვენ ეხლა უბრალოდ ვუშვებთ ჩვენი ცხოვრებიდან იმას, რაც არ გვემსახურება, რაც ჩვენ გვემსახურება, ჩვენ ეს მიგვაქვს ახალ წელს რა. აი ზუსტად განახლებული ენერგიებით შედეხართ, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ მე-16 არკანის მერე არის მე-17, ეს არის უკვე ოცნება, სურვილი, ჯამრთელობა, ანუ რაღაცა აი ისეთი კარგი ენერგია, ნიჭის გახსნა, ყველაფერი აბსოლუტურად ისეთი კარგი ენერგია ნამდვილად მოდის შემდეგ, იმიტომ რომ ის არის უკვე ანუ თითქოს აი ახალი ხანძლივი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პერიოდი შემიძლია გითხრათ. აი ზუსტად ამას გვეუბნება აქ ტარო და ძალიან მომწონს ეს პერიოდი. მაინც კიდევ ნახავ ახლა ცოტას ახლა, რომ ანუ ეს ახალი და არც მინდა დამატება, მაგრამ ნახოთ მაინც რა ვიცი რატო ავიღე ეს დასტა ესე იგი რაღაცას კიდე გვეტყვის. ხო, ახალი, ხო. აი შენი ნახე, აი ბარგი. შეხედე რა კარგად ლაპარაკობს რა. ანუ შენ ძველი დატოვე, მორჩა და ახალი შენი ბარგი, ანუ შენი გამოცდილება, რაც კი დააქვს, აი ეს მიგაქვს შენ, რაც შენ გჭირდება, რაც არ გჭირდება, დატოვე უკვე იქ სადღაც, იქ იმ წელიწადში, ხო? აი გადასარევად ლაპარაკობს დღეს ტარო. როგორც ყოველთვის პრინციპში, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ როგორ აი ისახება ეს სიყვარულზე, ბედნიერება, ნახეთ რამხელა ბედნიერება, ნახეთ რამხელა ზეიმი არის, შეიძლება თქვენ ახლა დაუშვათ რაღაც ახალი ეტაპი დაგეწყებათ, აქაც ხო გვითხრეს, ხო? ანუ ეს არის როგორი სიყვარულზე, რა თქმა უნდა, შენ რო იცექო, ზოგი შეიძლება გათხოვდეს, აქ არ გამიკვირდება, ზოგი შეიძლება თქვა თავიდან დაიწყებს პერიოდი, საერთოდ სამიანი თასების ეს როცა ანუ თქვა კარგი პერიოდი გაქვს, თქვა როცა ანუ ადამიანი გეთაყვანება, სადღაც მიდიხარ, დროს ატარებთ, ანუ ისეთი კარგი ენერგია, ნამდვილად ძალიან მაგარი ენერგია რა. მოდით ახლა ამიტომ ნახოთ, კითხოთ ახლა კიდე. იმიტომ რომ ეს არის ძალიან არასწორი, როცა სამიანს თასების კითხულობენ რაღაცა სამკუთხედი და რაღაცა. ეს ისეთი ძალიან მაღალფარგლოვანი მაგას აქვს ნიშნულობები და აი ენერგიაც ეგეთი მოდის ახლა ჩემთან, რომ აქ ადამიანი აი ეს როგორი მომენტი, ისეთ ვიცით ჩვენ ახლა ჩვენთან ტაროს ვინც სწავლობს, ანუ მეორე, მესამე ენერგია, ხო ვიცით ჩვენ ახლა აი ეს პერიოდი, სადაც კარგია, სადაც აი პაიმანი, სადაც აი სულ ერთმანეთს რო ველაპარაკები და სულ აი უტკბილის ეგ მერე იწყება გაკვეთილები, მაგრამ მანამდე ხო არის ეს პერიოდი უტკბილისი, აი ეს პერიოდი გექნება თქვენ, ჩემო ლამაზებო, კარგებო, ეს იქნება უეჭველი თქვენთან. ნახეთ ახლა აქ თვით სამყარო ისევ გეუბნებათ, რომ ანუ მიიღებს ყველაფერს სასურველოს, შენ რო გუძგინ ჰარმონია არის რა, ბედნიერება არის. ანუ რაზეც თქვენ ანუ ჩაიფიქრეთ და გაუშვით სამყაროში, სამყარო გეუბნება, მე შეგისმინე, იმიტომ რომ აი ყველაფერი შენი დარდი მე წავიღე, დასრულდა შენი ყველანაირი დარდი, შენ უკვე შეიცვალე ეს შენი დარდი, შენ დატოვე გარეთ და ცოტა შეწყდა ვიდეო და ვაგრძელებ. ანუ აქ ნახეთ, არის ენერგია, როცა უკვე
თვითონ თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ მე არაფერზე არ უნდა ვიყო მიჯაჭვული. თქვენ სხვანაირად უკვე აზროვნებთ, აქ უკვე სუფთა ჰარმონია და აქ უკვე არ არის ის ენერგია, სადაც ადამიანი იყო, აი ასე რომ ვერაფერს ვერ წყვეთა და რაღაცას დამოკიდებული იყავით. აი ეს შეიცვალა, რაღაცა ეთყობა გაკვეთილები უკვე დაასრულეთ თქვენ, ან შეიძლება რაღაც ეტაპი ისე რომ დასრულდა, რომ თქვენ უკვე აღარ გინდათ, აღარ ვფიქრობთ იმას, რაც უკვე არ გემსახურებათ. ვნახოთ შემდეგი ჩვენი კითხვა იყო, როგორი აისახება ეს ფულზე, ხო, ფინანსებზე, როგორი ძალიან მაგრად, ნახეთ, ახალ ნაკადში შედიხართ, ახალი ნაკადი, ანუ უკვე თვითბედი გეხსნება თქვენ და აი გეუბნებათ, ყველაფერი გამოგივა, სულ შეიცვლება, ანუ ეს არის აი ნაკადზე ნაკადი რა, სამომავლოდ, შენ უკვე იმდენად მყარედ დადგები და იმდენად მყარედ გიდგება შენ ახლა შენი აქ საერთოდ მაღალი ძალების სამყარო ყველაფერი რა გვაჩვენებენ ისე რომ ნუ ეს ხო იმიტომ გითხარით რომ ეს არის აი უმაგრესი ენერგია, როცა უკვე ნამდვილად რაც შენ არ გემსახურება, ყველაფერი წავედა და მხოლოდ შემოდის შენ ცხოვრებაში უკვე ახალი და აი ნახეთ ფინანსებში, გინდა ურთიერთობაში სულ იცვლება თქვენი სიტუაციები რა. ვნახოთ ახლა რა უნდა გააკეთო შენ აი ძალიან ესეთი ნიშნულოვანი ახლა. რა უნდა გააკეთო და აი სწორედ იფიქრო, იმოქმედო. იმიტომ რომ ნახეთ, როგორი მოქმედო, აგრძელებთ ისე თქვენ საქმეს, ხო? თან ესე რა ქვია, ანუ ხო, თან იქ თქვენს ფულზე რო იყო, იქ იყო რომ ვაკეთებ ჩვენ იმას, რაც ვიცით ძალიან კარგად, ხო? ანუ ჩვენ აქ ვაკეთებ, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ მივდივართ წინ, ხო? აქ ამ შემთხვევაში რვიანი გვერდხების გვეუბნება, რომ წინ მიდიხარ, ყველაფერს აკეთებ შენ, არ ზიხარ მარტო დივანზე არ წევხარ, ხო? ვითარდები, ხო? რაღაცა კიდე ახალი იდეებს ეძებ. თუ გადასვლა იფიქრე, გადადე, თუ სადმე სხვა ქალაქში, ქვეყანაში იცი რომ იქ მოხდება ის, რაც შენ ჩაიფიქრე, წადე. ხო, ანუ ნუ ზიხარ ეხლა და ნუ იცახრო აი ხვალზე, მაზე. ნუ პრინციპში აქ ესეთი ენერგიები შემოდის, რომ თქვენ გინდათ თუ არ გინდათ, თქვენ გაიძულებენ აქ უეჭველი ვიღაცა ნამდვილად დატოვებს. თქვათ, ანუ დაუშვათ ხართ ეხლა ემიგრაციაში, დატოვებთ ახალ ისე თქვათ დაბრუნდებით თქვენს ქვეყანაში, ან პირიქით შეიძლება უკვე არაფერი გაჩერებს თქვენ იქ სადაც ხარ და გადადიხართ სხვაგან, სხვა სამსახური, სხვა აზროვნება, იმიტომ რომ მე-16 ენერგია ეს არის კიდევაც ძალიან ადამიანი იცვლება მარტო არა ის რომ თქვათ მის თქვათ გარშემო რაც არის, ხო, შინაგანი ცვლილებაც ძალიან დიდი აკადემიანი სხვათა შორის იღებს ძალიან აი სულიერ განვითარებასაც სხვანაირად, რა სულ სხვანაირად აზროვნებს ეს ადამიანი რა, სულ სხვანაირი ენერგიები შემოდის და ნუ რა თქმა უნდა კიდევ ვნახოთ, ანუ რა კიდე გიშლის შენ რომ მიიღო, აი შეიძლება რა გიშლის და აქ ხა ადაჟე ვეტყოდე არც არაფერი არ გიშლის, იმიტომ რომ აქ ესეთი ის არის, მაგრამ იმას ვეტყოდე, თუ ნუ შეიძლება ზოგისთვის გიშლით მხოლოდ ის მომენტი, რომ თქვენ დაუშვოთ, ეხლა არ გჯერათ, აი თქვათ, რომ მე მაქვს ეს ძალა, მე არ მჯერა რომ ეს შემიძლია, მაგრამ ამ გაშლით მე ვერ ვეტყოდე, რომ თქვენ ეხლა ხართ ეგეთ ენერგიებში, პირიქით ვეტყოდე, რომ ნამდვილად თქვენ უკვე აღარაფერი არც გიშლით. ხელს თქვენ ძალიან კარგად მშვენივრად შეგიძლიათ უკვე, ანუ ეს თქვენი პირადი ძალა, რომელიც თქვენში არის, ეს დაგეხმარებათ ხო შორის ვისაც გააქვთ მატრიცა გაკეთებული უკვე, ხო? აი თქვენ იქ ნახეთ, იპოვეთ, იმიტომ რომ ძალიან უამრავი ადამიანს აქვს გაკეთებული ჩემთან ბედის მატრიცა და იქ არის თქვენი პირადი ძალა და თქვენ ძალიან მშვენივრად კარგად მიხვდებით, რომ აი რას ნიშნავს ეს თქვენი პირადი ძალა. და იმას მიაქციეთ ყურადღება და რა შედეგი იქნება უახლოს მომავალში, აი ეს შედეგი რომ გადაწყდება, ყველაფერი გადაწყდან ეს მალე ენერგია არის, რომ უკვე აქ, ნუ ეხლა მეტი რაღა გითხრათ რა. აქ სულ მალე ნახავთ თქვენ იმ შედეგებს, რაზეც თქვენ ფიქრობდით, რაზეც თქვენ ქმნიდით, რაზეც თქვენ ეხლა ოცნებობდით, თქვენ შედიხართ ახალ წელს,
ახალი ენერგიები და სულ მალე თქვენ დაინახებთ იმ შედეგს, რა შედეგებისკენ თქვენ მიისწრაფებოდეთ. ჩემო კარგებო, ნამდვილად ძალიან გადასარევი რას გაშლა არის, იმიტომ რომ აქ სულ კარგ ენერგიებს აჩვენებდნენ, ეხლა ძალიან ბევრ მაგალითებს აღარ გიყვებით, მაგალითები ჩვენ ტრენინგზე გვაქვს, მაგრამ აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სწორ გზაზე ადგა ხართ, თუ რეზონირებთ ეს გაშლა, ნუ რა თქმა უნდა გელოდებით კომენტარებში, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ აი ეს ნამდვილად ძალიან აი უძლიერესი გაშლა შემოლამაზება თქვენთვის.